ცხოვრება ყველასთვის რთულია. მაგრამ სირთულეებთან გამკლავება მთლიანად ჩვენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ მნიშვნელოვან არჩევანს ვაკეთებთ, დავიწყოთ დღეს სიხარულით, ღვთის მუდმივ დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაყრდნობით. მოდით, გავიღიმოთ. ვიგრძნოთ მადლიერება გულებში. ვთხოვოთ ღმერთს დაგვეხმაროს მთელი დღის განმავლობაში ნათელი განწყობის შენარჩუნებაში. უფალო, მადლობა ამ ახალი დღისთვის, სავსე საოცარი შესაძლებლობებით. გთხოვ, ავსო ჩემი გული შენი სიხარულით. მინდა დავიწყო ეს დღე სახეზე ღიმილით და გულში იმედით. დღეს მე ბედნიერებას ვირჩევ. მე მას არა იმიტომ ვირჩევ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ შენ ხარ სრულყოფილი და შენი სიყვარული ჩემდამი იდეალურია. სიხარული არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია. როდესაც დაღლილობას ან უკმაყოფილებას ვგრძნობ, შემახსენე, რომ შემიძლია შევცვალო ჩემი დამოკიდებულება, თუ ყურადღებას შენზე მივაპყრობ. უფალო, ავსე ჩემი გონება კარგი ფიქრებით. იმის ნაცვლად, რომ ვიფიქრო იმაზე, რაც შეიძლება არასწორად წავიდეს, დამეხმარე ვიფიქრო ყველაფერზე, რაც შეიძლება კარგად წავიდეს. პრობლემებზე ფოკუსირების ნაცვლად, დამეხმარე შენი დიდი დაპირებების დანახვაში. შენი სიტყვა ამბობს, ყველაფერი, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდა, რაც საყვარელია, რაც კარგი სახელია. ფილიპელთა 4:8. დამეხმარე მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურად ვიფიქრო სიმშვიდის შესანარჩუნებლად. მინდა ყველგან სილამაზე დავინახო. მამაო, დამეხმარე პატარა სასწაულების შემჩნევაში, ჩიტის ჩიკ-ჩიკი, ვინმე სიკეთე მზის სითბო. გამიხილე თვალები, რომ შენი სიკეთე ყველაზე ჩვეულებრივ რაღაცეებშიც დავინახო. მომეცი მადლიერი გული. დამეხმარე მთელი დღის განმავლობაში მადლობის თქმის მიზეზების პოვნაში. დაემადლიერება მუსიკასავით იყოს, რომელიც ჩემს გულში უკრავს და არასდროს ჩერდება. დამეხმარე პოზიტიური სიტყვების თქმაში. დაექ ჩემმა სიტყვებმა სხვები გაამხნევოს და არა დაამწუხროს. დამეხმარე ხშირად ვთქვა მადლობა და იმედი მოვიტანო და არა შიში. შენი სიტყვა ამბობს, სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, იგავებით 18:21. დამეხმარე ჩემს სიტყვებში სიცოცხლე და სიხარული მოიტანოს ყველასთვის, ვისაც ვხვდები. დღეს სხვებისთვის სინათლე მინდა ვიყო. მათ ჩვენი როგორ გავაღიმო ადამიანები, კარის დახურვით, კომპლიმენტის მიცემით, უბრალოდ მოსმენით. გამომიყენე შენი სიხარულის გასავრცელებლად. როდესაც სირთულეები ჩნდება, დამეხმარე, რომ ისინი ზრდის შესაძლებლობებად ავიქვა. პრობლემებზე გაბრაზების ნაცვლად, დამეხმარე გადაწყვეტილებების ძიებაში. ცუცუნის ნაცვლად, დამეხმარე, ვიპოვო ის გაკვეთილი, რომლის სწავლებაც შენ გინდა. შემახსენე, რომ ყველაფერს ჩემს საკეთილდღეოდ იყენებ. ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებ. დამეხმარე, რომ საქმეს სიხარულით მივუდგე და პასუხისმგებლობებს პოზიტიურად. ყველაზე მოსაწყენ საქმეებშიც კი დამეხმარე, რაღაც კარგი ვიპოვო. დაიცავი ჩემი გონება ნეგატივისგან. როდესაც შფოთვა მეუფლება, შემახსენე, რომ შენ აკონტროლებ ყველაფერს. როდესაც შიში მემართება, შემახსენე, რომ შენ ჩემთან ხარ. დამეხმარე, რომ უფრო ხშირად გავიღიმო. დაექ ჩემი მხიარული გული წამალი იყოს ჩემთვის და ჩემს გარშემო მყოფებისთვის. მხიარული გული სიკეთესავით მოქმედებს იგავები 17:22. დამეხმარე სწრაფად პატიებაში. როდესაც ვინმე მწყენინებს ან უსამართლოდ მეკცევა, დამეხმარე პატიებაში, რათა რისხვამ და წყენამ არ მომპაროს სიხარული. პატიება არის საჩუქარი, რომელსაც მე ვაძლევ საკუთარ თავს და სხვებს. მე ვირჩევ სრულად ვენდო შენ. როდესაც საქმეები ჩემი გეგმის მიხედვით არ მიდის, დამეხმარე დავიჯერო, რომ შენ ბევრად უკეთესი რამ გაქვს განზრახული. როდესაც ადამიანები მაწუწუნებენ, დამეხმარე დავიჯერო, რომ შენ არასდროს გამიცრუებ იმედებს. დამეხმარე მოთმინების შენარჩუნებაში. როდესაც შეცდომებს ვუშვებ, დამეხმარე სწრაფად სწავლაში და წინსვლაში. როდესაც სხვები უშვებენ შეცდომებს, მომეცი მადლი და მოთმინება. შემავსე თავდაჯერებულობით. დამეხმარე საკუთარი თავის რწმენაში, რადგან ვიცი, რომ შენ გჯერა ჩემი. ყველაფერი შემიძლია ქრისტეს მეშვეობით, რომელიც გამაძლიერებს ფილიპელთა 4:13. დამეხმარე დღეს ყველაფერს გამბედაობითა და თავდაჯერებულობით მივუდგე. მინდა შევამჩნიო შენი მზრუნველობა და სასწაულები. დამეხმარე დავინახო შენი ხელი წვრილმანებში. გამიხილე თვალები, რომ დავინახო, რამდენად ზრუნავ ჩემი ცხოვრების დეტალებზე. მომეცი ძალა, რომ გავამხნევო სხვები.
დამეხმარე შევამჩნიო ისინი, ვინც მოწყენილი ან მარტოსულია და ვიპოვო გზა მათი მხარდაჭერისთვის. მომეცი საშუალება ვიყო ისეთი ადამიანი, ვინც სხვა ადამიანებს უფრო ბედნიერს გახდის. დამეხმარე ჩემს სხეულზე ზრუნვაში, რათა ეს ჩემს პოზიტიურ აზროვნებას შეუწყოს ხელი. დამეხმარე რომ ვიკვებო ნოყიერი საკვებით, დავლიო საკმარისი წყალი და ვიმოძრაო. მადლობა ამ სხეულისთვის, რომელიც მაჩუქე. მინდა დღემადლიერებით დავასრულო. მამაო, დამეხმარე, უკან გავიხედო და დავინახო ყველა ის გზა, რომლითაც დღეს მაკურთხე და სიხარულის შენარჩუნებაში დამეხმარე. დამეხმარე, მთელი დღის განმავლობაში ვიგრძნო შენი ყოფნა. როცა არჩევანის გაკეთება მჭირდება, დამეხმარე, ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოგიტანს სიხარულს. აირჩიე სიკეთერის ზღვაზე, მოთმინება აჩქარებაზე, სიყვარული შიშზე. დამეხმარე, რომ ადამიანები ისე დავინახო, როგორც შენ ხედავ. მაჩვენე ისინი, ვინც თავს მარტოსულად ან უხილავად გრძნობს და მომეცი შესაძლებლობა ვიზრუნო მათზე. როდესაც გეგმები იცვლება, დამეხმარე, ვირწმუნო, რომ შენთვის უკეთესი რამ არის. დამეხმარე, ვირწმუნო შენი დროის. შენი სიტყვა ამბობს, ეს არის დღე, რომელიც უფალმა შექმნა, ვიხაროთ და ვიხაროთ მასში. მე ვირჩევ დღეს სიხარულს და სიხარულს, რაც არ უნდა მოხდეს. გმადლობ ამ დღისთვის. ავსე შენი სიხარულით, რომელიც მთელი დღე გრძელდება. ამინ.